მიუხედავად იმისა, რომ ეს კურსი არ ეხება არაფერს გარდა ფინანსური ნაწილისა, მაინც მინდა შევეხო სააგენტოების თემას, რადგანაც მქონია გამოცდილება, მქონდა ჩემი პირადი სააგენტო და ვიფიქრე, რომ კარგი იქნებოდა თქვენთვისაც, რომ გქონოდათ ეგ ინფორმაცია, იქნებ ვინმე გადაწყვიტოს, რომ სააგენტო შექმნას და აქვს მსგავსი უნარები, რომ ის მართოს. ესე იგი, სააგენტო ძალიან გავს ზოგადად კომპანიის იერარქიულ სტრუქტურას, როდესაც არის მენეჯმენტის რგოლი და არის დაქირავებული თანამშრომლების რგოლი. ანუ ჩვენ შემთხვევაში Upwork-ში თუ შევქმნით სააგენტოს, თქვენ იქნებით სააგენტოს მენეჯერი, თქვენ დაგექვემდებარებიან ფრილანსერები, როდესაც თქვენ ან თქვენი ფრილანსერი სააგენტოს სახელით აიღებთ პროექტს და თქვენი ფრილანსერი დაიწყებს მუშაობას ამ პროექტზე, ან თქვენ შეგიძლიათ მიენიჭოთ სხვა ფრილანსერი კონკრეტულ პროექტს, როდესაც თანხის გადახდის დრო დადგება, ეს თანხა არ დაირიცხება ფრილანსერს, ეს თანხა მთლიანად დაირიცხება სააგენტოს ანგარიშზე და მერე სააგენტოს მენეჯერი შეძლებს თანხის გადმოტანას თავის საბანკო ანგარიშზე თუ PayPal-ზე. ხოლო თვითონ ფრილანსერთან ანგარიშ სწორებას სააგენტოს მენეჯერი წყვეტს თავად. გააჩნია რა ხელშეკრულება გაქვთ ან რა შრომითი ურთიერთობა გაქვთ. ჩემი გამოცდილება კონკრეტული სააგენტოსთან იყო ასეთი, რომ ერთი პერიოდი ერთ-ერთ კლიენტთან, რომელთანაც ხანგრძლივი დრო მუშაობდი, დაგვიგროვდა ძალიან ბევრი საქმე და გვჭირდებოდა რაღაცა მოკლე დროში მოგვეგვარებინა და დაგვესრულებინა ეს საქმეები. მაგ დროს შევთავაზე, რომ ხომ არ ფიქრობ, რომ გვჭირდება კიდევ ერთი დამატებითი კადრი, იმიტომ რომ მე ვეღარ ვასწრებ ფიზიკურად მაგ სამუშაოს შესრულებას. კი, ვფიქრობდიო მაგაზეო, მიპასუხა, მოდი მეთქი, თუ წინააღმდეგი არ იქნები, მე შემოგთავაზებ კანდიდატურას, ეს ჩემთვისაც მარტივი იქნება კომუნიკაციის დონეზე, ამ ადამიანს უკვე ვიცნობ და ვენდობი, ვიცი, რომ გამოცდილი ადამიანი არის. მოეწონა ეს აზრი, რა თქმა უნდა, მცირე გასაუბრების შემდეგ გადაწყდა, რომ ვამატებდით მეორე ფრილანსერად, ოღონდ მაგ დროს მე შევქმენი სააგენტო, ვიხდიდი $20 თვეში, ეს ფრილანსერი დავიმატე სააგენტოში, დავამატე მაგ პროექტზე, დაიწყო მუშაობა, მისი გამომუშავებული თანხა მერიცხებოდა მე, ხოლო მე ამ ფრილანსერს, ჩემ მეგობარს ვუხდიდი ჩვეულებრივად ხელფასს, ვიხდიდი საპენსიოს და ასე შემდეგ. ანუ შევქმენი მცირე ორგანიზაცია Upwork-ის შიგნით. შემდეგ ვიდეოში გავვილით სააგენტოს დადებით და უარყოფით მხარეებს ძალიან მოკლედ.